ფაქტებთან ახალაია შესაძლო კავშირია ამ დრომდე, ასევე ის ოპერაციაც, რომელიც ლაფანყურში არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე განხორციელდა, განსაკუთრებულად ბევრი კითხვა დაუგროვდათ პანკისში, პოლიტმეტრში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი, რომელიც ასევე არის რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მრჩეველი. საღამო მშვიდობისა, ქალბატონო მექა, გმადლობთ, რომ მობრძანდით გადაცემაში. მე რამდენჯერმე გთხოვეთ თქვენ სტუმრობა მწვავე პერიოდშიც და თქვენ თავი შეიკავეთ საუბრისგან, თუმცა დღეს გამოთქვით სურვილი, რომ კონკრეტულ თემებზე გესაუბროთ პოლიტმეტრში. გაგიკვირდათ თუ არა, რომ ახალაიას ბრალეულობის ნაწილში ამ დრომდე არ გამოკვეთილა ლაფანყურის თემა? მოგესალმებით, დიდი მადლობა ეთერში მოწვევისთვის. მივესალმებით ჩვენ ძვირფას ტელემაყურებელს. პირველ რიგში რამდენადაც მე ლაფანყურის სპეცოპერაციის მერე ღია ეთერით არ გამოვსულ ვარ და ჩემი ასე ვთქვათ გამოსვლა არის პირველი, მინდა მთელი პანკის ადგილობრივი ქისტი მოსახლეობის სახელით და ჩეჩნების სახელით ღრმა სამძიმარი უთხრა ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული ქართველების ოჯახს. იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ეს იგივე ტკივილი იყო, რაც თითოეული პანკისელის და თითოეული ჩეჩენის სიკვდილი. თქვენ სპეცსამსახურების წარმომადგენლებს გულისხმობთ მხარეს? სპეცნაზელებს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ისინი თავიანთი ნებით არ მისულან იქ და უბრალოდ მათ ის დავალება შეასრულეს, რაც მათ ზემოდან ჰქონდათ დავალებული. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დიასპორა არ არის გაღიზიანებული ზოგადად რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება მოქალაქეების უმრავლესობაზე და ქართულ მოსახლეობაზე, რომელიც არც ერთ შემთხვევაში დიასპორას აქვს პრეტენზია კონკრეტული პიროვნებების მიმართ, რომლებმაც დაგეგმეს ეს სპეცოპერაცია და განახორციელეს. მე აქვე მინდა თქვენი ნებართვით ავხსნა ის მიზეზები, რის გამოც მე დღემდე დუმილის უფლებას ვინარჩუნებდი. პირველ რიგში ეს იყო გამოწვეული ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, თქვენ გახსოვთ ხიზრიალ და მოვის ის ძალიან არადამიანური განცხადებები, როდესაც მან ბევრი ბრალდება წაუყენა საქართველოს. პირველ რიგში ეს გახდათ ჩემი დუმილის მიზეზი და მეორე ის, რომ ძალიან ვერიდები ყოველთვის ვარაუდების საფუძველზე რაღაცა დასკვნების გამოტანას და ყოველთვის მირჩევნია დაიდოს გამოძიების ფაქტები და შემდგომ უკვე ის ფაქტები, რაც ჩვენ გვაქვს, შევაჯეროთ და ასე ვისაუბროთ, მაგრამ დღეს სამწუხაროდ არის ძალიან დიდი საშიშროება ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთ-ერთი მოწმის შუამავლის ჯანმრთელობასთან და მისი რუსეთში ექსტრადაციასთან დაკავშირებით, რაც ძალიან აქტიურად მუსრებს ინტერნეტ სივრცეში. ჩვენ ამის საშიშროების საფუძველს გვაძლევს ის შემთხვევები, რაც დღემდე ბოლო 10 წლის განმავლობაში სამწუხაროდ ჩეჩენიტულების მიმართ განხორციელდა. მე თქვენი ნებართვით დღეს მოვიტანე ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩეჩენიტულების მიმართ საქართველოში განხორციელებული ის სადამსჯელო ოპერაციების ნუსხა, რომელიც ჩვენ და სამწუხაროდ სინამდვილეა. ძალიან მოკლედ რომ გითხრათ, რაზე ყველა ხელისუფლების პირობებში, რომელიც ამ დრომდე იყო, თქვენ ფიქრობთ, რომ არასოდეს არ ყოფილა განსაკუთრებული ლოიალობა ჩეჩენდევნილების მისამართი? დიახ, რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში მე ვამბობ უბრალოდ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ. იცით, ეს არის უბრალოდ არამხოლოდ მათი ადამიანური უფლებების შელახვა, არამედ აქ დგას ღირსების საკითხი, აქ დგას ის მორალური და რაინდული კოდექსი, რომელიც კავკასიელებისთვის ძალიან ძვირფასია და სამწუხაროდ ამ შემთხვევაში ხელისუფლების მხრიდან რამდენჯერმე დაირღვა. თქვენ გაგხვედელობაში რომ სხვადასხვა დროს გადასცემდნენ ყოველთვის 2001 წლის 25 სექტემბერს პირველად ჩეჩნები გამოიყენეს, თქვენ გახსოვთ აფხაზეთში გელაევის რაზმი, რომელიც ჯერ შეიყვანა შევარდნაძემ, შემდგომ სამწუხაროდ ის დატოვა შუა ბრძოლაში, მას როგორც დაპირებული იყო, რომ ეკნებოდა დახმარება, ეს დახმარება არ აღმოუჩნეს, შემდგომ დაიბომბა ის სივრცე, სადაც გელაევი თავისი რაზმით გახდათ და მისი საუკეთესო მეომრები შეეწირნენ ამ ოპერაციას. ეს იყო პირველი ღალატი. შემდგომ უკვე 2002 წლის 20 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომლობა პანკის ხეობაში დააკავეს 25 წლის ჰუსეინ იუსუპოვი, რომელიც სამწუხაროდ დაიკარგა და უშედეგოდ ეძებდნენ მრავალი წლის განმავლობაში. 2002 წლის 3 ოქტომბერი, როდესაც პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ სამწუხაროდ დაბადების დღეზე 5 ჩეჩენი მიართვა პუტინს. 2002 წლის 7 დეკემბერი, როდესაც თბილისში გამთენიისას დილის 6 საათზე აბსოლუტურად ყველა ჩეჩენი დევნილი წამოყარეს საწოლებიდან, ჩაატარეს ძალიან სასტიკი სპეცოპერაცია.
ყველა ჩეჩენი ეროვნების მქონე საქართველოს მოქალაქე მიიყვანეს შინაგან საქმეთა სამმართველოში, აუღეს თითის ანაბეჭდები. სურათები გადაუღეს და იყო ძალიან დიდი ამბავი ეთერითაც გადაიცა ეს 2003 წლის 12 თებერვალს გაუჩინა და ჩეჩენი ტოლვილი ადამ ტალალოვი, რომელიც ასევე დღემდე არავინ იცის. ისაც ახლა შევარდნაძის ნაწილს. სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენთვის არაფერი შეცვლილა? რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ მეთოდები უფრო ცუდი იყო, თუნდაც კავკასიური ღირსების კოდექსის მიღებელი, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში შევარდნაძე რასაც აპირებდა, ასეთ ისე ვიცოდით და ჩვენ იყო შემთხვევები, როდესაც ძალიან ბევრი ქართველთან ერთად იგივე ქალბატონი ნანა კაკაბაძე და ძალიან ბევრი მხარდამჭერი უბრალოდ ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად გათნებამდე დარაჯობდით ციხეებს, რომ ჩეჩენი ბიჭები არ გადაეცათ. და უკვე 2004 წლის თებერვალში, როდესაც სამწუხაროდ ჩეჩენი გენერალი ხამზად გელაევი ლიკვიდაცია მოხდა დაღესტნის მთებში, ამ ჯგუფის გადარჩენილმა 3 წევრმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და ლაგოდეხის სასაზღვრო პუნქტთან მივიდნენ და მოითხოვეს EUTOS წარმომადგენლებთან შეხვედრა ამ ადამიანებმა და იარაღით ჩააბარეს და იყო ესეთი სურვილი, რომ EUTOS დახმარებით ისინი გადასულიყვნენ მესამე ქვეყანაში, ან თუ ამის შესაძლებლობა არ ექნებოდათ, რომ ისინი მათ მართლმსაჯულების, ქართული მართლმსაჯულების წინაშე მოეხადათ ის საშელი, რასაც იმსახურებდნენ. სამწუხაროდ ეს 3 ადამიანი მეორე დილით რუსეთის მხარეს გადასცეს. მე ხა გვარებს ჩამოთვალ მე აბსოლუტია ხედავ ჩვენ არ გვაქვს ქალბატონი ხა სამწუხაროდ იმდენი დრო მოგლეთ რომ გითხრათ რა კონკრეტული ფაქტები იყო კიდევ რამდენი 2004 წლის 4 აგვისტო ეს ძალიან გთხოვთ რომ მათქმენით იმიტომ რომ ქართულმა სამართალდამცველებმა პანკის ხეობის სოფლებში დუისში ჯოყოლოს და ხალაწანში ჩაატარეს კრიმინალური წმენდა ეგრეთ წოდებული ოპერაციის დროს თანამშრომლებმა განსაკუთრებული სასტიკი გამოიჩინეს ქალების მიმართ მათ სასტიკს 14 ჩეჩენი ქალი რომელთაგან 12 ახმეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს 4 მათგანს ტვინის შერყევა დაუდგინეს ერთ-ერთი დაზრალებული ქალბატონი ფეხბურთმედ იყო. ხა ამის შემდეგ არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში მე უკვე იცით რომ 2004 წლის 15-19 აგვისტოს ახლა ამაზე აღარ ვისაუბრებ, იმიტომ რომ არ ვიცი. ეს საქმე იყო კიდევაც ერთ-ერთი საქმე სტრასბურგის სასამართლოში, სადაც მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ კონკრეტული გზავნილი ამ სასამართლოსგან. ჩვენ ეს ყველა ვიცით. რაც ეხება მოდით რომ დავუბრუნდეთ ალბათ ბექხანმულკოევი და რუსლან ალხანოვი, რომელიც სასამართლო დარბაზიდან გაუშვეს მეორე დილით ჩუმად დააკავეს და ისე რუსებს გადასცეს. ჩვენ ორი კვირა ვეძებდით უშედეგოდ და შემდგომ აღმოაჩინეთ, რომ მათ სტავროპოლის ციხეში უკვე 15 წელი ჰქონდათ მისჯილი. აი ესეთი ფაქტები იყო, ძალიან სამწუხარო ფაქტები, რომლებიც იცით მე აუცილებლად უნდა ვთქვა, აქ ერთი რაღაცა უნდა აღვნიშნო. საერთოდ ჩემი მენტალობიდან გამომდინარე და ისედაც ძალიან არ მომწონს, როდესაც უკვე დამარცხებულ მხარეს, ასე ვთქვათ, რაღაცა ფეხს ავიჯებენ და რაღაცნაირად ცდილობენ. აი იმ შემთხვევაში მე ხლა, როდესაც ამას ვამბობ, იცით რაღაცა თავს უხერხულ მდგომარეობაში გრძნობ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ მე ეს ყველაფერი როდესაც ხდებოდა მუდმივად კავკასიაზე გადაიცემოდა. უნდა გითხრათ, რომ ბატონმა დავით აკუბარდიამ დაახლოებით 35 გადაცემა მიუძღვნა ამ ჩეჩნურ თემას, სადაც ერთ-ერთი 15 გადაცემის მთავარი სტუმარი მეც გავხდით, მაგრამ სამწუხაროდ იმ პერიოდში არც იმედი, არც რუსთავი ორი და არც სხვა დანარჩენი სატელევიზიო არხები არ აშუქებდნენ ამ მოვლენებს და ამდენად უნდა გითხრათ, რომ ეს დღეს არ დამიწყე ამაზე საუბარი. მე ყოველთვის ვამბობდი ამას, ღიად ვაკრიტიკებდი საქართველოს პრეზიდენტს იმაში, რომ მას არ ქონდა კავკასიური პოლიტიკა და რომ კავკასიური პოლიტიკის გარეშე გლობალურ პოლიტიკაზე იყო საუბარი ზედმეტი. თქვენ ყველამ კარგად იცით, რომ კავკასიური პოლიტიკა მხოლოდ 2008 წლის შემდგომ დაიწყო აგვისტოს სამწუხარო მოვლენების მერე დაიწყო. თქვენ დღეს ამბობთ, რომ გაქვთ ძალიან დიდი შიშის საფუძველი იმასთან დაკავშირებით, რომ პატიმრობაში მყოფი ჩატაევი ვახანყურის ოპერაციის დროს დაკავებული ჩატაევი, დაჭრილი და დაკავებული რუსეთს შეიძლება გადასცეს უკვე ივანიშვილის ხელისუფლებამ. რა გაძლევთ ამ საფრთხის? იცით, მე ნამდვილად არ შემიძლია ვთქვა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება აპირებს ამის გადაცემას. თქვენ იცით, რომ ჯერჯერობით სასამართლო არ არის მთლიანად ახალი ხელისუფლების ხელში გადმოსული და ამდენად მე არც ერთ შემთხვევაში არ მინდა ვინმე დავადანაშაულო და ვინმეზე ვთქვა, რომ აი ან ეს აპირებს, ან ეს მხარე, ან ის მხარე. ამიტომაც ჩვენ წინასწარ ვცდილობთ, რომ ეთერით გავახმაუროთ და მეგუშინ უკვე საქართველოს მთავარ პროკურორს ბატონ არჩილ კბილაშვილს პანკისელი ხეობის მოთხოვნა ამ სწორედ
აი საშიშროებაც არის აღწერილი ამ წერილში და ისიც რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. თქვენ იცით რომ როდესაც ფეხის ამპუტაცია მოხდა ამ ადამიანის ჭრილობა ჯერ არ არის შეკრული, მას იქიდან ძალიან დიდი რაოდენობით გამონადენი აქვს და განგრენის ნიშნები აქვს სახეზე და საჭიროებს ხოლმეორე ამპუტაციას. მიუხედავად ამისა რომ ეს სამედიცინო დასკვნა საქმეში იდო, მოსამართლე ბატონ მერაბ ჯორბენაძემ არ დააგმოყოფლა ადვოკატის შუადმდგომლობა და აღკვეთი ღონისძიება გირაოთი არ შეუცვალა ასე მძიმე პატიმარს. ვითხოვდით დიახ სასამართლოზე, მაგრამ სამწუხაროდ მან რაღაცა ძალიან ისეთი სუსტი ის ქონდა ახსნა ამისა, რომ თითქოს ჩატაევს აქვს რაღაცა კავშირები უცხოეთში, რომ თითქოს ის ადამიანი, რომელსაც არ აქვს მარჯვენა კიდური, არ აქვს მარცხენა ფეხი და არის ძალიან მძიმე მისი მდგომარეობა, სასწრაფოდ საჭიროებს ხელმეორე ოპერაციას, როგორ შეიძლება გამოძიებას დაემალოს. ჯერ დასამალე არაფერი არ აქვს ჩატაევს, იმიტომ რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. ამიტომაც მივიდეთ იმ ადგილას უკაცრავად, სადაც დანაშაულის ჩადენაზე საუბრობდა საქართველოს ყოფილი ხელისუფლება. ლაფანყურის ინციდენტი და მისი ბმა ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან. რა შეგიძლიათ გითხრათ კონკრეტულად, რა ბრალს ხედავს ჩეჩნური დიასპორა საქართველოს ხელისუფლების აი ამ ფაქტთან დაკავშირებით? იცით, ყველაზე მთავარი ამ იმაში არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას თავისუფლად შეეძლო ეს ალყაში მოქცეული მებრძოლები განერიაღებინა და ისინი ცოცხლად აეყვანა. აი ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი პრეტენზია. რატომ არ მოახდინა ხელისუფლებამ ეს, როდესაც ამის შესაძლებლობა იყო? როდესაც ამის შესაძლებლობა იყო და ამის მიუხედავად ჩატაევი, რომელიც მათ თბილისიდან ჩაიყვალეს, თხოვეს შუამავლობა, რადგანაც ჩატაევს ძალიან ენდობოდა თვითონ მებრძოლების უმრავლესობა. მათ ეს ადამიანი გამოიძახეს ჩაიყვანეს ადგილზე. შემდგომ ჩატაევი მივიდა მებრძოლებთან, მოელაპარაკა, მებრძოლების პირობა იყო ის, რომ ისინი იარაღს არ დაყრდნენ, არ ვიცი, მე მგონი საერთოდ აბსოლუტურად ყველას ცნობილია, რომ ჩეჩენი იარაღს არასოდეს არ ყრის და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ალბათ იყო უნდობლობაც და ამიტომაც ჩეჩენები იარაღს არ დაყრდნენ, მაგრამ ისინი ამბობდნენ, რომ თუკი საქართველოს ხელისუფლება მათ მისცემდა დერეფანს პანკის ხეობამდე, ისინი პანკის ხეობაში ამ იარაღს აყრდნენ და ჩაბარდებოდნენ. სწორედ ეს პასუხი მოუტანა ჩატაევმა იმ ადამიანებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე ვთქვათ, შუამავლად წაიყვანეს ახმედ ჩატაევი და თქვენ დანამდვილებით შეგიძლიათ გითხრათ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომ მათ არ მოუთხოვიათ მესამე ქვეყანაში გადასვლა და საზღვრის გადალახვა რუსეთისკენ? ის ადამიანები, ვინც ამ სპეცოპერაციის შედეგად არიან ცოცხლად გადარჩენილები, ისინი ამბობენ, რომ მათ ეს არ მოუთხოვიათ. რა თქმა უნდა, ამიტომაც ვამბობ მე, რომ სანამ გამოძიება არ დადებს ფაქტებს, ცოტა რთულია ამ ყველაფერზე დაჯერებით საუბარი, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი თხოვდნენ პანკის ხეობაში დერეფანს და შემდგომ აუცილებლად ალბათ იარაღსაც დადებდნენ. როგორ მოხდა ეს ხალხი იმ ადგილას, სადაც უკვე ჩვენ ვნახეთ, რომ იყო და საიდან ქონდა მათ აი ეს ამ რაოდენობის იარაღი? თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? იყო ამაში თავის დროზე საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსნის თანამონაწილეობა თუ მართლაც და აღმოჩნდა უცებ ერთი ჯგუფი ლაფანყურის თქვათ მიდამოებში, რომელიც იყო შეერაგებული? თუნდაც ის ფაქტი, რომ ერთ-ერთ ასე ვთქვათ ჯგუფის წევრს ყველაზე ახალგაზრდა 22 წლის ასლან მარგოშვილს ჰქონდა სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გაცემული იარაღის ტარების უფლება. მე მგონი უკვე ერთ-ერთი ფაქტია იმისა, რომ რასაც თქვენ ამბობთ, ხო? ეხლა რაც შეეხება თვითონ იმ ვერსიას, როგორ აღმოჩნდნენ, ეს რა თქმა უნდა ჯერჯერობით ისევ და ისევ ვიტყვი, რომ სანამ გამოძიება თავის ფაქტებს არ დადებს, ამაზე საუბარი ცოტა რთულია, მაგრამ ფაქტია ის, რომ ჩატაევი, რომელიც პასუხს ელოდებოდა, სამწუხაროდ სნაიპერის ტყვით დაიჭრა. იცით, ალბათ ქართული ენა ძალიან მდიდარია და არსებობს ძალიან ბევრი ეპიტეტი ამ საქციელის გამოსახატავად. პირველ რიგში ეს არის ღალატი, ეს არის მერაგობა, ეს არის მუხანატობა, ეს არის მზაკრობა. აი დიპლომატიური ენით რომ ვთქვათ, ეს არის კაცმოძლებობა და სუნდაბლობა, რაც საერთოდ ჩატაევის მიმართ და იმ მებრძოლების მიმართ გამოიჩინა ხელისუფლებამ. თუმცა ქავატონ მექა ამას აქვს მეორე მხარე. მოდით იმ არგუმენტაციას შევხედოთ, რაც ყოფილ ხელისუფლებას ჰქონდა. სახელმწიფო სადაც ჩვეულებრივად კანონმდებლობა მოქმედებს, უცებ აღმოაჩენს, რომ ის ქვეყანაზე გადაადგილდება
დიდი შეერაღების მქონე ჯგუფი და გადაადგილდება იმ მიდამოებში, სადაც ახლოს არის ქვეყანა, რომელთანაც გაწყვეტილი იყო ყველანაირი დიპლომატიური ურთიერთობა, რომელთანაც რამდენიმე წლის წინ იყო ომი, ჩვეულებრივი ომი და ნებისმიერმა გადაადგილებამ საზღვართან ახლოს მით უმეტეს ჩეჩენია რომლების ადამიანებს შეიძლება გამოიწვიოს ახალი უდიდესი პრობლემა ამ ქვეყნის მიმართ. აი ამ მხრიდან თუ შევხედავთ, თქვენ როგორ ფიქრობთ, ნუ თუ იმდენად ჭკუასუსტები იყვნენ ამ ჯგუფის ყველა წარმომადგენელი, რომ ასეთ რამეზე წავიდოდა, რომ თავის ნებით დაუშვათ ასეთ რაღაცა გადაწყვეტილება მიიღო. აბა რა მოხდა? თქვენ რა იცით? რატომ იყო ეს ჯგუფი აქ საერთოდ? იცით ეს ჯგუფი აქ როგორი იყო, რა მოხდა, მე მაინც კიდევ და კიდევ გთხოვთ რომ დაველოდოთ გამოძიებას. მაგრამ ფაქტია რომ ისევ და ისევ ვამბობ რომ ამ შემთხვევაში მებრძოლები თავისით არ მოხვედრილიან. რა თქმა უნდა, იყო ვიღაცის დახმარებით მათი ლაფანყურის მიდამოებში მოხვედრა. ჩვენ გვაქვს ესეთი ინფორმაცია, რომ სანამ იქ მებრძოლები მოხვდებოდნენ, მანამდე დაახლოებით 2000 სპეცნაზელი უკვე ალყა ქონდათ იქ, ასე ვთქვათ, უკვე როგორც ამბობს ადგილობრივი მოსახლეობაც, რომ მანამდე გადაადგილდებოდა სპეცნაზი და მათ უკვე იცოდნენ, რომ ისინი აპირებდნენ გადასვლას. ამიტომაც ვამბობ, ვარაუდების საფუძველზე რაღაც ვარაუდებით ლაპარაკი ცოტა რთულია, უკეთესია რომ გამოძიებამ თქვას თავისი სათქმელი. მე უბრალოდ ამ შემთხვევაში ძალიან გთხოვთ მათქმევინოთ ეს რომ პანკისელი ქისტებისთვის იცით ყველაზე დამამცირებელი იყო ის რაც შემდგომ ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდგომ განვითარდა ის მოვლენები დამერწმუნეთ რომ თვითონ რუსებსაც კი არ ჩაუდინეთ ისეთი რამ რომ დაღუპულების ოჯახებს გლოვის საშუალება არ მისცეს ჭიშკარის გახსნის უფლება არ მისცეს სამარე გაათხრევინეს და ისლამური წესით ალბათ ცდით რომ სამარე საღამომდე აუცილებლად უნდა შეისოს და იმის უფლებას არ აძლევდნენ რომ მკვდრები მიეცათ და პატრონებს დაემარხათ შუაღამის მიასვენეს იქ დახოცილები და ასე დამარხეს ისე რომ თავიანთ მშობლებს არც აჩვენეს ეს დახოცილი ბავშვები მე უბრალოდ ძალიან მაინტერესებს და ძალიან რა თქმა უნდა გული მტკივა როდესაც ამას ვამბობ საერთოდ სამწუხარეო, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ გიწევს უარყოფით კონტექსტში საუბარი, მithumetes ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ნამდვილად არ მინდა რომ რაღაცა უარყოფით კუთხით გამოჩნდეს, მაგრამ როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი მის მაგივრად რომ სამძიმარე უთხრას დახოცილი ბავშვების ნამდვილად უდანაშაულოდ თლად რომ თქვა რომ რაღაცა დანაშაული არ ქონდა და ამის თქმაც ალბათ არ შეიძლება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ამ დახოცილი ბავშვების მშობლებისთვის რო ეთქვა სამძიმარი მის მაგივრად ჩამოდის კახეთში და აკეთებს ესეთ განცხადებას თითქოს ლეკიანობის დრო წავიდა რომ პანკისობის დრო წავიდა მე მაქვს ის გამონათქვამები მაგრამ შეიძლება თქვენ ამის დრო არ გქონდეთ რომ ეს წავიკითხო უბრალოდ მე მიმაჩნია რომ ძალიან სამწუხარეოა როცა ქვეყნის მოსიყვარელი პრეზიდენტმა თავისი ქვეყნის არც თუ ისეთი შორეული ისტორია არ იცის და ამბობს რომ ლეკიანობის დრო წავიდა უნდა აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის ფაქტი რომ სწორედ პანკისელი ქისტების დამსახურება არის ის რომ პანკის ხეობაში ლეკიანობა აღიკვეთა ქართულმა თავადებმა და მაისტერმა ჩეჩნებმა ორმხრივი ხელშეკრულება დადეს ეს გახდა 1820-იანი წლები როდესაც პირველად მოხდა პანკის ქისტების ჩამოსახლება და ამ ხელშეკრულებაში იყო ესეთი რამ რომ პანკისელი ქისტებს ისინი მისცემდნენ საცხოვრებელ ადგილს, ხოლო თავისუფლად პანკისელი ქისტები აღკვეთდნენ ლეკთა თარშეთში. სწორედ მოხდა ეს დეტალები იცის უკაცრავად მაინც მინდა რომ ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო, ამიტომ მინდა გამოვიყვანოთ თქვენი აკოფნა მაქსიმალურად რომ ინფორმაცია მივიღოთ ის რაც ჩვენ არ ვიცით ამ დროისთვის. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის როლი ლაფანყურის ოპერაციაში. თქვენი ცოდნით როგორია? ბაჩუ ახალაიას რა როლი ჰქონდა ამ ოპერაციის დაგეგმვაში, აღსრულებაში? ან თუ გაქვთ ინფორმაცია რომ წინასწარაც მას ჰქონდა რაიმე კონკრეტული როლი? დაგეგმვაზე საუბარი ნამდვილად გამიჭირდება, მაგრამ აღსრულებაში რომ მისი როლი პირდაპირ იყო, ამაზე საუბარი ზედმეტია. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ რომ ვიღაცა დაბალი დონის ჩინოვნიკმა რომ გაბედოს შინაგან საქმეთა მინისტრის გარეშე ასეთი მცირე სპეცოპერაციის ჩატარება ეს არის წარმოუდგენელი. მაგრამ მე აქვე გეტყვით რომ მე პირადად მიმაჩნია რომ არც თვითონ ბაჩუ ახალაი არის ისეთი გაბედული პიროვნება რომ მას კიდევ ზემდგომი მასზე უფრო მაღალი ჩინოვნიკების ბრძანების გარეშე ესეთი სპეცოპერაცია განეხორციელებინა.
თქვენ ფიქრობთ, რომ არის კიდევ მის ზემოთ ადამიანი, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ეს არ იყო მისი გადაწყვეტილება. არ მგონია რომ ესეთი გაბედული პიროვნება იყოს, რომ სუბიექტურად დაუშვათ ესეთი მძიმე გადაწყვეტილება მიიღო. აი ჩეჩნებისთვის, ახლა დიასპორისთვის ახალაია არის ადამიანი, რომელიც თქვათ, რომელსაც უყურებთ ახლა დაკავებულს და ფიქრობთ, აი რა ელის და გულშემატკივრობთ, თქვათ, ბრალდების მხარეს. პროკურატურას, რომ აი როგორ დაიჭის ახალაიას, თუ მაინც თქვენ ფიქრობთ, რომ ეს უფრო მაღალ დონეზე რაკიღა იყო მიღებული თქვენი აზრით ეს გადაწყვეტილება, ის ნაკლებად დამნაშავეა ამ პროცესში. იცით, რა თქმა უნდა, ნაკლებად დამნაშავე არ არის, თავისი წვლილი მასაც მიუწევს და ალბათ სხვა დანარჩენებსაც, ვისაც ასე თუ ისე ხელი აქვთ გასრული ამ სპეცოპერაციაში. მე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ არ ვიცი მე ეს სამწუხაროა თუ საბედნიეროდ ჩეჩნები თავის სისხლს არავის არ პატიობენ. როდესაც ღალატით ხდება, განსრა ხდება ესეთი დანაშაული. ეს რას ნიშნავს? ეს მუქარაა ქალბატონო? არა, არც ერთ შემთხვევაში მუქარა არ არის. მუქარა მით უმეტეს დაკავებული ადამიანის მიმართ, მე უბრალოდ ამ შემთხვევაში წეღანაც გითხარით, რომ დამარცხებული ადამიანისთვის რაღაც ასე ვთქვათ, ფეხის დაჭერის პოლიტიკა არ მახასიათებს, მაგრამ უბრალოდ ფაქტი ერთს მეტყველებს, რომ თქვენ იცით, რომ ბუდანოўმა თავისი ასე თუ ისე რამდენიმე წლიანი პატიმრობით ვითომ დანაშაული გამოისყიდა, მაგრამ ის ბოლო ყველა მეცით. მე არ ვემუქრები არავის ნამდვილად, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ის ადამიანები, ვისაც პირდიტველაშვილები დაუხოცეს, ალბათ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან ასევე. ძალიან რთულია. ქალბატონო, მე ავრცელდებოდა ასეთი ინფორმაციაც, რომ თითქოს და სწორედ ჩეჩნების შიშით, აი ამ მუქარის შიშით, რასაც თქვენ ახლა ბრძანებთ, დაბრუნდა საქართველოში ბაჩუ ახალაია, ვინაიდან მას ერჩივნა ყოფნა და იმ ტიპის პასუხისმგებლობის ტვირთვა, რაც ახლა ჩვენ სახეზე გვაქვს, ვიდრე ის რომ ყოფილიყო საზღვარგარეთ და ის აღმოჩენილიყო, თქვათ, რომელიღაცა ჩეჩნური ჯგუფის პირისპირ. სამწუხაროდ ამაზე კომენტარის გაკეთება ძალიან რთულია, იმიტომ რომ მის გულში ჩვენ ავსწრებთ ვართ და რას ფიქრობს ის ჩვენ არ ვიცით. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი პოზიცია. ჩეჩნური ესე ვთქვათ, თქვენ ბრძანეთ, ეს იგი ეს რეალობა იყო, რომ მას აქვს პრობლემა ზოგადად არსებობის. არსებობის, როგორ გითხრათ, ნუ ყოველ შემთხვევაში ცხადია, რომ ჩეჩნები ასე ვთქვათ, იცით ამ ბოლო ომში დაახლოებით 20 წლის განმავლობაში ჩეჩნებმა თავის მოსახლეობის 2/3 აკარგეს 350,000 ადამიანი, ეს არ არის ხუმრობა. და ალბათ იმ რაღაცა 10 ადამიანის სიკვდილსაც გადაიტანდნენ, რომ არა ღალატი. აი ეს არის ყველაზე ცუდი, როდესაც ხდება ღალატით, მაგრამ მე ამ შემთხვევაში აუცილებლად დიახ ბრძანეთ და ბოლო კითხვა მაქვს თქვენთან, ბრძანეთ რასაც ბრძანეთ. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის, რომ რა თქმა უნდა, მე ვარ იმ აზრის, რომ აუცილებლად ქვეყნის ინტერესი უნდა იყოს დაცული. მე წეგნაც გითხარით, რომ სწორედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მე დღემდე ვდუმდი, ამ დღესაც იმიტომ ვარ თქვენს ეთერში, რომ ჩემი პირველი მოვალეობა არის, რომ ახმედ ჩატაევის სიცოცხლე გადავარჩინოთ და მის ექსტრადაციას შეუშალოთ ხელი. ჩვენი ვალი დღეს ეს არის, მაგრამ რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ არ უნდა დარჩეს ალბათ პასუხის გარეშე ის აი ძალიან რთულია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, რომ ტერორისტები ლიკვიდაცია მოვახდინეთ. იცით, როდესაც და იყო ზეწოლა, როდესაც არ აძლევდნენ გლოვის საშუალებას, რომ თუ თქვენ ჭიშკარს გახსნით და გლოვა იქნება თქვენ სახლებში, თქვენ შვილებს ტერორისტებთ გამოვაცხადებთ. ეს ძალიან ძიმე ბრალდებაა. თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ თავისუფლად ყოფნის პრობლემა, პირდაპირ ვიკითხავ, შეიძლება კონდეს სწორედ აი ამ შურისძიების გამო, არა მხოლოდ ბაჩუ ახალაიას ქვეყანაში. არამედ სხვებსაც, თქვათ, ვის უშუალოდ მონაწილეობდნენ. ვის? მე დღეს ფარგლებს გარეთ ყოფნის პრობლემა აქვს სხვებსაც და აი ვის თუ შეგიძლიათ მითხრათ. თქვენ ხაზგასმით თქვით თავიდან რომ ეს არ ეხება ქართველებს ზოგადად და ეს ეხება კონკრეტულად რა თქმა უნდა კონკრეტულ პიროვნებებს. იცით, ის ადამიანები, ვინც გასცა ბრძანება კონკრეტული სპეცოპერაციისა, ვინც უშუალოდ მონაწილეობა მიიღო, თქვენ არ იცით ვინ მიიღო უშუალოდ მონაწილეობა.
ამიტომაც ველოდებით გამოძიებას. მე ამიტომ არ ვასახელებ კონკრეტულად. თქვენ თქვით რომ პრეზიდენტზე გაქვთ ეჭვი რომ მან გასცა ბრძანება. გამოძიება ალბათ ამ ყველაფერს აჩვენებს. მე ხახელაღებით დღეს პრეზიდენტის დადანაშაულება ძალიან გამიჭირდება, თუმცა მოგეხსენებათ რომ მე ამის არ მეშინია, როდესაც საქმე ეხება ჩემ ხალხს, იცით, მე წეგნაც მინდოდა ამის აღნიშნო, რომ ჩემ ღირსებაზე, ჩემ ხალხზე და ჩემ ქვეყნის ინტერესზე მაღლა უფლის გარდა არაფერი არ დგას. მე პირველ რიგში უნდა ვიყო მართალი უფლის წინაშე, შემდგომ ხალხის ქვეყნის წინაშე და მერე ჩემი სინდისის და ნამუსის წინაშე. ასე რომ მე დაუშვათ ვიღაცის შიში თავი შევიკავო, ეს გამორიცხულია. იყო პერიოდი შევარდნაძის დროს, როდესაც მე ავტომატებით სახში მივარდებოდნენ და ჩემი დაშინება უნდათ, მაგრამ თქვენ იცით რომ აი ის რაც ჩამოვთვალე, აბსოლუტურად ყველაფერმა ჩემს მხარზე გადაიარა ეს ყველაფერი, არის ჩემი სხეულის და სულის და მე ამ ტვირთს ვატარებდი მხრებით და ჩემთვის არ ყოფილა იოლი და ესეც ეს სპეცოპერაციაც არის კიდევ ასე ვიტყოდი რომ კიდევ ერთი ძალიან დიდი ლაქა სამწუხაროდ ჩვენს ისტორიაში, ჩვენი ერების ურთიერთობის კავკასიის გაერთიანების ისტორიაში არის სამწუხარო ლაქა. დიდი მადლობა ნიკა ხანგუშვილს, ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელს, ასევე რეინტეგრაციის საკითხების სახელმწიფო მინისტრის აპარატის მრჩეველს და მე რა თქმა უნდა იმედს ვიტოვებ. აქვე მინდა გითხრათ რომ ჩეჩნური დიასპორისთვის პოლიტმეტრის ეთერი ყოველთვის ღიაა. აქვე იმედს ვიტოვებ რომ ყველა გაუგებრობა რაც ამ ინციდენტს მოყვა გაირკვევა სამართლებრივი გზით და არ დაჭირდება აი ამ პროცესს ძალიან სპეციფიური, ძალიან მძიმე მოლოდინების ქონა არ დაჭირდება არც თქვენ დიასპორას და ზოგადად არც ამ ქვეყნის მოსახლეობას, ვინაიდან ჯობს ყველაფერი გაირკვეს სამართლებრივ ჩარჩოებში და არა ანგარიშგების და შეგრძნების ჩარჩოებში. რა თქმა უნდა, ამიტომაც მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მე ველოდები გამოძიებას, ამიტომაც ვდუმდი დღემდე. ძალიან დიდი იმედი გვაქვს ჩვენ ყველას, რომ გამოძიება დადებს ფაქტებს და ამის შემდეგ ჩვენ არ დაგვჭირდება ალბათ რაღაცა ანგარიშწორება და თვითონ სამართალი გააკეთებს თავის გასაკეთებელს. დიდი მადლობა.